Ძვირფასო მეგობრებო, მივესალმებით ჩვენი გადაცემის სტუმარი გიორგი მუმლაძე. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. სტუმრად მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ვიცი თავგადასავლები არის შენს გარშემო მუდმივად და ერთ-ერთი თავგადასავალი არის ეს წითელი კი არა თეთრი კონვერტი, რომელშიც რადევს. ხო, ნუ ეს ახლა რადევს კონვერტში, ეს არის ალბათ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა, რაც ფიზიკურ პირს გამოუწერა პოლიციამ. მოკლედ არის 5 მილიონიანი ჯარი. 5 მილიონია. ხო, აი 5 მილიონი, 6 ნული ეტყობა, არ დაეზარა ნულების. რამდენი 5 მილიონი. ანუ არ იცოდა წერა თუ ანუ არ ვიცი ეტყობა ციფრებს ვერ ცნობენ. დიდი ალბათობით რა იყო, იცი, ანუ გამწარებულები იყვნენ და ეს აზარტში შევიდა, რომ რაღაც დასჯის სურვილი და არ ვიცი, ალბათ ეს მიაყოლა ნოლები და სადღაცას გაჩერდა. სადღაც გაჩერდა, ხო. ხო, და ეხლა ეს როგორ პირადად მოგიტანეს? ხო, ეს მოკლედ ესეთი ამბავია, რომ პირველად რომ მოვიდნენ ჩემთან, მე არ ჩავიბარ, გავაბრუნე უკან და მე ეგეთი სტრატეგია აირჩიეს, რომ მიქონდათ სულ ისე რომ მე არ ვიყავი სახლში და ოჯახში ტოვებდნენ რა ამას. ხო და ნუ ჯამში იმდენჯერ მოვიდნენ ეს პოლიციელები რომ მეზობლები ხურავდნენ დაცვა დაუნიშნეს. მუმლაძეს. ხო, მუმლაძეს პოლიცია იცავსო და მე ამბავი ისა რომ ჯამში დააგროვდა, ანუ მე მაქვს 19 და მეუღლეს 19 კიდე ანუ ხო, ჯამში არის 19 ჯარიმა არის და ერთი მეუღლეს. ერთი არის 5 მილიონი. ხო, ერთი 5 მილიონია, ანუ ეს ეს რო გავასაჩივრე იქ მიუთითე რომ ანუ ეს დააზუსტეთ მე და ჯერ პასუხი არ მაქვს. მე მგონი ფიქრობენ ისინიც რა და სულ რამდენი არის ჯარიმა 19 ისე და ანუ ჯამში არის 5 მილიონი 95,000 გამოდის ჯერ და ნუ ეხლა მე რო დავთვალე ესე იგი ჩემი ხელფასით თუ გავითვალისწინოთ 213 წელი უნდა ვიმუშაო რომ 213 წელი მომიწევს ბიზნესთვის მუშაობა. ხო, ანუ იცი რა უნდა კითხო ეხლა მაინც შენს აქციაზე ხარ და სულ აი ჩხუბებში და ამბებში მე მგონი ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც ყველასთან დაჩხუბარია. არა აქვს მნიშვნელობა მთავრობა, ოპოზიცია და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ახლა როგორი მომენტი დგას, ხო? ახლა ხო ჩხუბის დრო არა. არა, ახლა ერთი მართლაც ნამდვილად არის მომენტები, როდესაც ნუ შენი კრიტიკული აზრის გამო შეიძლება შეეწინააღმდეგო და ყველანაირ უნდა დაიცვა შენი აზრი, მაგრამ არის მომენტი, როცა პირადი წყენები უნდა გადადოთ. ნუ საინტერესო ისტორია მაგ კუთხით, მოკლედ ცნობილი ამბავია რა, რომ ნუ პარტიაში ჯერ მელიასთან მომივიდა დაპირისპირება და მერე ხაბეიშვილთანაც მომივიდა დაპირისპირება და ესე 23-ში ის რო იყო, რა ქვია, რუსული კანონის მიღების ამბები 23-ში ჭიჭინაძეს ქუჩაზე გვაწვება სპეცრაზმი რა და ნუ სპეცრაზმი რო გაწვება შენ ჯაჭვს აკეთებ რომ ვერ გაჯობოს და ამ დროს უცებ ხელი გაუყარე ტიპს რა ნუ ეგ სპონტანურად ხდება და ნუ შემომხედა შეეხდა მელია ანუ მაშინ არ ველაპარაკეთ ხო ნუ გაუღიმეთ და ნუ იქ ბრძოლის ველზე და ასე ვთქვათ ქვეყნისთვის ეს პირადი წყენები უნდა გადადო რა თქმა უნდა ბოლო აქციიდან გამომდინარე ხო რაღაცა ხალხი ითხოვს თითქოს რაღაცა ნაბიჯებს ხო რას ფიქრობ ანუ ხო ეს პირველ რიგში გამოჩნდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, რათა გამოიმუშავა ბრძოლის უნარიანობა და ხვდება, რომ რეჟიმთან წინააღმდეგობის გარეშე შეუძლებელია, რომ დისკომფორტი თუ არ შეექმნა რუსულ რეჟიმს, შეუძლებელია რამე დათმობაზე წავიდეს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრული მხარდაჭერა პაატა ბურჭულაძეს და რეჟიმის ტყვეების მშობლებს, რომლებსაც დაანონსეს, რომ 8-ში ვიკრიბებით 8 აპრილს რუსთაველზე და ვათინებთ 9 აპრილს ასე თქვა და შევხვდეთ იქ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი და ყველა ვისაც სამშობლოს უძგერს გული იქ უნდა ვიყოთ. ხო, მნიშვნელოვანია ბრძოლა, მაგრამ ნუ ეს იცი როგორ არის, ვიღაც ისეთები ითხოვენ ხოლმე ამ ბრძოლას ზოგჯერ, ნუ სოციალურ ქსელს იქით რომ არ ცდებიან, ნუ ერთი შემთხვევა გამახსენდა უკვე ეს ეხლა, როდესაც დარბევები იყო, ანუ მე-4 თუ მე-5 დარბევაა და მე ახლა ეს ჩამოვჯექი მასე ბორდიურზე ტელეფონი ავიღე მეუღლეს მონაწერი დამთავრდა.
ხო ნაომარი ხო ძაღლილი რაღაცა ისეთი მარტოკბილები რო გიჩანს თეთრი გაჭვარტული რაღაც ეგეთი უცებ ის რა ქვია ლაივი ამოაგდო ამ ტიპის ვინც არ ვიცნობ რა იმიტომ იმდენჯერ მისაყვედურა რომ უფრო მეც არ ვაკეთებთ ნუ ამოაგდო ეს ლაივი რა და რომ გონია რომ ეს ახლა ეს ლაივი არის აქ სადმე დგას და რაღაც სპეცრასთან დგას და უცებ ხედავ სუფრაზე ზის და მღერის კეიფობს ეს ტიპი რა დილის 5 საათზე კეიფობს და თან წინა დღეებში მეუბნება რომ ბძოლა საჭირო და ჰაი და ჰუი და ავდე კიდე დაუბლოკე რა გაუტიჟე ხო? ხო არა კი არ გაუჭე მაგრამ დაუბლოკე რა ტიპი არ ბძოლის ბძოლას თხოვდა და ჩვენ ლამის ტყვიები და რა გაზი და ის ზის და რაღაცა თავისთვის მღეროთ რესტორანში ხო რა რაღაც სუფრა იყო და ხო არ ჩავეძე გამწარდი და საჭირო არის მეტი ერთობა მართლა და ბმა იმ პროტესტთან გარემოსთან სადაც ხდება რა ეს პოლიტიკური პოლიტიკოსების ხო დადიან ხო ხო და მაგას გონი არის ბმა რა მოკლედ ეს მადაღებული თემაა მაგრამ სხვის ნათქვამს არ გავიმეორე მე რაც ნახე მოკლედ ესეთი ამბავია რა ანუ ამ გაზს აჩერებს რეალურად ცეცხლი ანუ ცეცხლის კვამლი სადაც არის ანუ ის გაზის გავრცელება ჩერდება და ანუ ცეცხლის აქეთ დავდექით რომ რაღაცა ამოვისუნთქოთ და ცოტა მოვისვენოთ და ამ დროს რაღაცა კამერები 1-2 კამერა დავინახე რა ამ ცეცხლთან ახლოს მე თქვი ნუ აქ რაღაც ხდება ნუ მეც მივედით ნელა მე და ჩემი მეგობრები და ამ დროს ნუ ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ნუ ლიდერად რო იწოდება, ეგ მოვიდა და აცია კარგი პალტო, ის რაღაცა ისე არა, ჩვენ შემოგლეჯილ ტანსაცმელი, დგავართ აქა და ამ პოლიტიკოსთან მოყვება ერთი ტიპი, ვინც ალბათ ამის იმიჯზე ზრუნავს, რა ხო, ეგრე მიცდი რა, იმიტომ რომ თან ამას აცია თეთრი საყელო უჩანს და ამ და პალტო როგორია? პალტო ეს გზელი პალტო რაღაცა ესეთი სოლიდურად და ეს იმიჯზე ვინ ზრუნავდა ეს გოგო რა ეს მივიდა და საყელო შეუსწოლა. ეთყობა კარგად რომ გამოჩენილიყო და ამ დროს ამ ერთ-ერთმა პიროვნებამ მილაპარაკა თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო და მე წავიდა. ანუ აი ბორჩა და ინტერვიუ ბორჩა წავიდა. პირდაპირ ჩართვა დამთავრდა და ხო ანუ ეს იყო მისი ანუ ბრძოლა რა. ხო ანუ ხო და ანუ ეს ტიპი რო ბრძოლისკენ მოგიწოდეს ცოტა უხერხულია ჯობია რომ პირადი მაგალითებით ადამიანებს და ვაჩვენოთ რომ ხო ან პირადი მაგალითით თუ არ აკეთებ რამე ძნელია სანდოობა მოიპოვო რა კიდე მე ერთი კითხვა მაქვს რომ ნუ ბევრჯერ ხარ დაკავებული ხო? მაგრამ სისხლის სამართალზე თუ ხარ დაკავებული? ესე იგი ამ 16 თუ 17 ადმინისტრაციული დაკავება მაქვს, ორი სისხლის საქმე იყო. ერთ-ერთ საქმეში ძალიან საინტერესო საქმე არის, იმიტომ რომ ენგურს იქით, ანუ გარშემო ცხოვრობ ჩვენ თანამოქალაქეებს, მავნებლებმა ხოც ხელისუფლებამ დაუწესა ეგეთი შეზღუდვა, რომ თუ გადმოვიდოდა გალიდან მოქალაქე ზუგდიდში რა მედიკამენტის შესაძენად ან საკვების საყიდად 5 დღე უნდა ყოფილიყო იმაში კარანტინში. პრაქტიკულად სხვა ქვეყანად აღიარებდნენ ხო რა. ამას მოყვა ის რომ ბევრი ადამიანი ამას უვლიდა იმას რა ქვია შემოულთიდა და ენგურს ღამე გადმოდიოდნენ ენგურზე რომ რაღაცა ეყიდათ საკვები და გვალიების 4 სულიანი ოჯახი წაიღო ენგურმა და დაიხჩო რა 4 ადამიანი კატასტროფა. და ნუ მივარდით მაშინვე აფხაზეთის ავტორესპუბლიკის მთავრობასთან და კაცშვილი არ გამოვიდა, იქ პოლიცია ჩააყენეს და ადმინისტრაციული წესით დაგვაკავეს. მე ის რა ქვია ნარსია, კვეკვესკირი, მე რა ნუ 5-6 კაცი დაკავებული ვარ. ახლა ეს 2 დღე გავიდა გამოგვიშვეს, კიდე არ არის გაუქმებული ეს წესი. წავედით ახლა ქართული ოცნების ოფისთან აპროტესტეთ და აქაც დაგვესიენ და დაგვაკავეს და ნუ 5 ვარ დაკავებული და ჩემზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. ახლა როგორ? ანუ მე დავებიან რომ ამ იმის რა ქვია პროტესტის დროს ერთ-ერთ პოლიციას მარცხენა ხელით დავარტყი ყურში, გაუხეთქე ყური და მოკლედ პოლიციაზე ძალადო. და ახლა სასამართლოა რა და ჩემი ადვოკატები, ჩემი სტუდენტები სხვათა შორის, ნუ ჩემი სტუდენტები მე მიცავენ ჩვენი ადვოკატები არიან. ხო, ადვოკატები არიან, ძალიან კაი ბიჭები, იყვნენ ლაშა ტყეშელაძე და
ისე რა ქვია ირაკლი ჩომახაშვილი მოკლედ ეგეთ სტრატეგია აქვს უნდა გავაბათილოთ რომ ეს აბსურდია არ დამირტყავს ნამდვილად ამ პოლიციელს მაგრამ მოწმეები მოდიან და ყვებიან რომ სისხლი ასხავდა და სისხლი ჩქეფდა და ვიღაცა უფრო დაამძიმა ხო არის რომ დაამძიმა და ყური მოძრა და რაღაცა ბიბილო მოწყდა და რაღაცა სისხლი აი ციხე დამაშენეს თავზე რა და ციხე ხო ისეთ რაღაცებს ყვებიან რომ ანუ აბსურდია და თან ჩვენ ახლა ამ ნაწილში მშვიდად ვართ რატო იცი ანუ 2 საათში ამ ინციდენტიდან ამ დაზარალებულ ეგრეთ წოდებულ პოლიციას ხო რომ მოძრა ყური რა ჩაუტარდა ექსპერტიზა ოღონ ექსპერტიზამ დაწერა რომ ამას ჭრილობა არ აქვს ანუ ჭრილობა იქს არ აქვს სისხლი ხო ვერ გამოვა რა ჭრილობა თუ არ აქვს კანი თუ არ გაიხსნა სისხლი ვერ გამოვა ხო შეუძლებელია და მაგრამ ესენი მაინც აწვევიან ამას და αλλά ეს ჩვენება რო გვაქვს ჩვენ ექსპერტიზის ნუ მშვიდად ვართ თან ახლა უკვე ამის დაკითხვის დრო რომ მოვიდა თვითონ ამ დაზარალებულს ყვება რომ ეს გავეშებული მუმლაძე მოვარ და დამარტყა ყურში და გამიხეთქა ყური ეს ამბობს თვითონ დრო არის ეგეთი ინციდენტიდან 2 საათში და ახლა მოსამართლეც მიხვდა რომ ძალიან აბსურდს ლაპარაკობენ პროკურორი შეიშმუშნა ეს ვერაფერს ვერ პასუხობს და პროკურორმა წამოილუღლუღა რა შეიძლება მოუშუშტაო შეუხორცდა და ამ რა ქვია პოლიციელმა ასე თქვა დაიჭირა ეს სიტყვა და გადმოხვედა ასე ხო აი შეიძლება მომიშუშტაო რა და მე ვიგვიძეკო მე ხვლიკის სისხლი გაგ რა შეგიხორცდა თავისით რომ ხო თავისი კუდი ხლის ყუდი ეგრევე ამოდის რაღაცა ყური რო გამოგივიდეს რა 2 საათში როგორ უნდა შეგიხორცდეს რაღაცა და რა გიქნეს მათ გამოვიდეს გამამტყუნეს და ჯარიმით გამოვედი მაგრამ ნუ ეს იყო კატასტროფა რომ ანუ ისეთი ისტორიას ყვებოდნენ და ნუ რაღაცა სისხლი ჩქეფდა და მე ჭრილობა არ არსებობდა ეს ასაულია ხო ეხა მაგალითად საარჩევნოთ შენ ზედაც შენ იბრძოდი ანუ ბევრგან რა ანუ ხო აი ძირითად იმათად იმის გარეთ შპანები რო იდგა ხოლმე ძირითად უფრო ეგ იყო ხოლმე შენ მაგაც ძალიან ერჩოდი ისინი გვერდჩიან იმიტომ რომ დავალება ქონდათ რომ პროვოკაცია მოგიწყონ მე პოლიცია მოვარდება დაგიჭერენ და ასე შემდეგ ანუ ეს დადგმული სპექტაკლები თან მე ერთი ძალიან საინტერესო ამბავი არის ზუგდიდში 2021 წელს ვართ მეორე ტური არის ნუ ქვეყანაში დუხ სიტუაცია და ანუ მიშაროა ჩამოსული და ამბები ხდება ხო და ნუ დილით ჩავედით წინა დღეს მეორე დღეს ავედი დილით დავიწყეთ სადაც პრობლემაა მივდივართ ეს შპანა თუ ეს ვინც ყიდულობს ხოს მაგას მიუვარდებით გაიქცევიან მე იქით დავდივთ რა და ერთ-ერთ უბანზე მივედით მე და იმ უბანზე როგორც ჩანს დიდი კონცენტრაცია მოხდა ამ იმის რა ტიტუშკების და კიდე ვიღაცების და ახლა ჩვენ უკვე იმათ იცოდნენ რომ ჩვენ უნდა თავს დაგვესხნენ ესენი და მე პოლიცია მოვა და ჩვენ დაგვიჭერს ნუ დადგმული სპექტაკლია მაგრამ ამას ხო შესრულება უნდა ჯერ თან იქ გამოვიჭირეთ რომ პირდაპირ ფულს არ იგებდნენ და ეს გამოუგლიჯეთ ეს სიები მოკლედ პაპაშვილი ბექა იპოვა და მოკლედ ეს ორი ტიპი ყველაზე აქტიური რა რომელიც ლიდერია ამ ტიტუშკების ალბათ მოვარდა და თქვენ აქ არ აგარევინებთ ნუ თან არც ურევთ კაცო ჩვენ კაი ბიჭები აქ ქუჩური ქურდული ყვირის რა თქვენ არ მოგიშვებთ და მე ვთქვი ბიჭო თუ ქუჩურს და იმას აწვევი მეთქი რა საარჩევნებაზე რა გინდა მეთქი რა დაუყვი და თან ჩვენ ახლა საწავალთ 10-ნი ვართ დაახლოებით ისინი 30-40 კაცია და მოგვაწვნენ და ჩვენც მივაწექი და თან ახლა ეს რო უთხარი მე იქ ცოტა მაგათმა პროპაგანდამ ასე თქვა და ვერაფერი ვერ გვითხრით მართლები ვიყავით რა ახლა ქუჩას თუ აწვევი და რაღაცა საარჩევნო დრას დარბიხარ და ახლა ეს ცოტა დაიბნა ნუ პირველი ცდელობა არ გამოვიდა ამ დროს ასე თქვა მოვიდა კიდე ის ჩიქოვანი მაშინ იყო მაგათი ეს თავდაცვის მინისტრი ხო ახლა თავდაცვის მინისტრი მაშინ მაჟორიტარი იყო ზუგდიდის ის წოწერია მოვიდა ვინც მაგათი წოწერია მაგათი ის იყო მერობის კანდიდატი იყო ჯერ და მოკლედ მოვიდა ეგეთი 200 გახდნენ და იმედი და პოსტივი და რაღაცა და ახლა ეთქობა უთხრეს რომ მიდი დაძაბეთ ამ ორს რა და ვერაფერი მოიფიქრა ამან იმიტომ რომ ამას ჩაბარებული აქვს ეს და მუმლაძეო მიყვირს წინ დგავა და რა გინდა მეთქი და შემხედრიუნელო მე ვიცი დავჩვედი და შენო 92-ში გვაწიოკებდიო მე თქვი ბიჭო შენ ვარგა 2 წლის ვიყავი და
2 წლის ვიყავ მეთქი და ნუ ეს პასუხიც ნუ ახლა 2 წლის ბავშვს რო აბრალი რომ დააციო კან სამეგრელო და ეს გამწარდა რა და ვერაფერს რა და მიტრია და მოტრია უნდა რომ ეს აგრესია ჩვენზე წამოვიდა რა მნიშვნელობა შენი ნათესავი იქნებოდა ვინ ნათესავი იქნებოდა და მე აი ამ ჩოჩქოლში და დავით არაბაში ეს საპოლიციო ძალებს გაივსო იქავრობა მეჯიკავებიან და რატომ იქყავარ ეუბნები და გამოკითხვაზე შენი უფლებებისთვის მიყავარ პოლიცია მიყვირის მეოთხარი არ მოვდივარ ჯერ არჩევნები მორჩეს და ამ დროს ჩამარტყეს გვერდებში ჩამაგდეს მანქანაში ვითომ მოწმეს სტატუსით უნდა თურმე არა და ჩვენ დაგვიჭირეს რეალურად ეს უკვე ვიცი და ხალხის დასანახად იმიტომ რომ კრიტიკული მედიაცია იყო და სხვა ის ორი ყველაზე ესეთი ტიპი რა მხედრიანობას რომ აბრალიდნენ ეგენიც ვითომ დააკავეს და მივედი დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ განყოფილებაში და შევიხედე ეს ორი ტიპი ზის. რომელი? ისინი ვინც ძველი ბიჭები და თან ეს ხო ეს ძველი ბიჭებას რო იბრალებდნენ და უკვე ორ-ორი თაბახი დაწერილი აქვთ. შენზე. შენ და თან იქ მესმის ერთეულობა. ეკვეს კიდიც დაწერე. ანუ ამბობს რომ ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ ეს და დაწერეს იმათმა ჩვენზე ჩვენებები ისინი გაუშვეს ჩვენ ჩაგვსვეს და 10 დღე პროტის იზოლატორში ვიჯექით. მართლა არ მოიდგინე და ისინი წავიდნენ თვითონ არა ხო თავიდან ძველები და მე ის დაწერეს რა 3 მეტრიანი დანუსი და ჩაგვსვეს რა. იცი რა უნდა კითხო ეხლა შენ მარნეულში ცხოვრობ. ხო ანუ მარნეული ხა გამორჩეულად საინტერესო არის არჩევნების მხრივ ხო ანუ ოდითგანვე აი შევარდნაძის დროიდან მოყოლებული მარნეულის არჩევნები არის ერთი დიდი შოუ პროგრამა. ხო, შოუ როგორც ახლა ბოლოს არჩევნებზე ერთ-ერთი ფრანგმა პარლამენტარმა ლუაზო გვარად ამ ქალბატონმა ფრანგულ გადაცემაში იყო მიწვეული რა და ეკითხებიან რომ სად იყავ საქართველოში ვაკვირდებოდი არჩევნებს და ეს ქალი ყვება რაღაცა ესე რა შეშფოთებული. ვაიმე მე იქ რა ვნახეო და რა ნახე ეკითხება ჟუ ფრანგი ჟურნა მე იქ ვნახე არჩევნების გაყალბების ფესტივალიო. მარნეულში. ეს ბოლო არჩევნებს უკან მაგრამ შევარდნაძის დროიდან ნუ ერთი ძალიან ისეთი ისტორია არის. მოკლედ ახლა იქ როგორ ხდება ხო ვიღაც აბარებენ საარჩევნობას ეუბნები ამდენი ხმა უნდა მომიტანო და ის ასე ვთქვათ ჩალიჩობს ამ ხმებზე რა. და მოკლედ დღის პირველ საათზე ამ საარჩევნო უბნიდან საოლქო კომისიაში გატენილი საარჩევნო ყუთი მოაქვთ. რომელ საათზე? დღის პირველ საათზე რა. და ის საოლქო კომისიის თავმჯდომარემა თქვენ ხო არ გაგიჟდ 8 საათზე უნდა დამთავრდეს არჩევნები. ანუ დილის დროდან საღამოსამდე ხო. და ეს ეუბნება რა ეს ვინც მიიტანა ის ძალიან 8 საათამდე ხალხი მუშაობს და დავჯექი ჩემო ხაზით გავალწეთ ხუთი მოგიტანის თურმე მადლობა თქვი თურმე რომ მოგიტანეთ პირველ საათზე მოლეული იყო ამბავი და მე მაინტერესებს სადახლოს ეპიზოდი ეს ისა აი ბუჯა რა ჩაყარა რა ანუ მად იყო შემდეგი რაღაცა რომ ეს კაცი საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილა ანუ დიდი თანამდებობის ადამიანია ანუ სისხლის საბჭოს დანაშაული ჩაიდინა მაგრამ ხო მაგას გეუბნები რომ ის თავისი ოლქი ქონდა ჩაბარებული რომ უნდა მოეტანა რა ვიცი X ხმა რა და რაოდენობის პროცენტი და მოკლედ ამ სადახლოში გითხრეს რომ იყო პრობლემები ჩავედით რეაგირება მოახდინეთ მაგალითად იმ კონკრეტულ უბანზე სადაც ეს მოხდა სოფელ სადახლოში უშუალოდ შევიდა კახაკვეკვესკირი და იქ ნახა რა ხდებოდა იქ აღმოჩნდა რომ ოპოზიციონერი დამკვირვებელი ყველა გაგდებული იყო უთხრეს რომ თქვენ აქ არ შემოყვიდეთო შეაშინეს კახა ჩვენი ძალისხმევით უკან დავაბრუნეთ ეს ხალხი იქ როგორც წესი დარგი იყო ყველაფერი გაკეთდა და მედიაც მოვიდა და მედია რომ მოვიდა ვისაც გაყალბება ქონდა უშუალოდ დავალებული იმას შეეშინდა ახლა იმიტომ ხალხმა მოიმატა მედია და ანუ ვეღარ აკეთებდნენ თავის საქმეს და ეს ახლა რო გაიგო ამ კაცმა ვინც ის ბუჯა ჩაყარა ხო მოვა ჩვენ მე წამოვედით ახლა სული ხوارი სხვა უბნებს ეს პრობლემა და მოვარდნილა და თავისი ქმედებით ანუ ის მოკეცა ის იმდენი ჩაყარა იმათ აჩვენა რისი გეშინიათო აი ასე უნდა გააკეთოთ მაგალითი უჩვენა საბედნიეროდ იქ ეს ამბავი გადაიღო ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამკვირვებელმა კიდევ კარგი რომ ეს უშუალოდ ვერ გაიგეს რომ ამან გადაიღო მალევე რომ გავრცელდა უკვე და მთელმა ქვეყანამ აიგო მე გაიგეს თორე ძალიან ცუდი რამის დამართავდნენ იმ ადამიანს აი პირდაპირ გეუბნები ძალიან აგრესიულები იყო ხო იმიტომ რომ პირდაპირ ფიზიკურ ანგარიშტორებასაც არ ერიდებოდნენ ამ კუთხით ანუ ეხლა ამ ბრძოლის პარალელურად მაინტერესებს ეხლა მარნეულში
კიდე დამატებით რასაკი, ანუ მიწათ მოქმედებას ეწევი თუ რას? მე ბავშვობიდან ლექტორიც რო ხარ პარალელურად უნივერსიტეტში ვასწავლე, კი, ილიას უნივერსიტეტში. და მაქვს ჩვენი მეურნეობა, რომელსაც კი სახლში და რაღაც პატარა ასე ვთქვათ, მცირე მეურნეობას დავარქმევდი ოჯახისთვის, რაც გვჭირდება და მცირე რაღაცა კიდეც საბაზროთაც გქონდეს. და ჩვენთან ერთი საინტერესო ისტორია არის ამ კუთხით. მოკლედ ჭირს ძალიან წყალი რა. ანუ განსაკუთრებით ზაფხულში არის წყლის დეფიციტი და ისე მოხდა რომ ივლისის თვეა წავედი ახლა და მივდივარ ამ არხს მივყვეთ ეს არხი მიდის მეორე სოფელში უნდა გადავიდე ანუ ჩემი სოფელი დამწყდარია წყალი ხო წყალი დამწყდარია ისო იქ ცხოვრობენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და რომ მიუახლოვდი ამ სათავეს ანუ იქვე არის ეს არხი არის ამოშენებულია რა დამბა არის გაკეთებული ისე რომ ერთი წვეთი აქეთ არ მოდის ანუ ჩვენთან იციან გადაგდებულია თავისკენ ხო თავისკენ ყავს გადაგდებული და წყალია გადაგდებული თავისკენ ისე ბევრი მოდის მაგრამ რაც მოდის იქ მიდის მიაკ თავისკენ ხო და ანუ დამინახა იმ კაცმა ვინც წავდა გამარჯობა ნუ ისეთი ქართულით რა თლად გამართული და ერთმანეთს ვაგებინოთ როდის მორჩები მეთქი და ორი დღეში მორჩა ორი დღე უკვე ბევრია რა მეთქი აუ ორ დღეში ეს კაცი მოვიდა ახლოს და ახლოს ხელი ჩაუმართვა და მეუბნება რომ ესო ჩვენი თავ ცუდიაო რა ჩვენი თავმა ნახე რას გუშო წყალი არა გვაქვს მე ცოტა ხანში თქვა ხელფასი არ არის ნუ პოლიტიკურ აგიტაციას მიტარებს და ნუ მეც ახლა გამისწორდა და მეც ხო აბა ცუდია ვეუბნები მე სიგარეტი აი ეს გაძვირდა ხო ვეუბნებ თავს უქნევ და მე რაღაც ისეთი ფრაზა მითხრა რა რომ საკო რა ასეთი იყო და ნუ ვინ მეთქი და შემოკლევით სააკაშვილს ეძახიან საკოს. სადა მაგდეში ხო, საკო, საკო იყო კარგი. საკარი, კი მეთქი. საკო. ხო და ასენ კი მეთქი და ეს აზარჩი შემოვიდა, მე რომ დავეთანხმე ამ რაღაცებზე. ჩემსკენ მოიწია და ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი და ფოტო არის ვიდეოდან დასკვნილი, სადაც ალბათ ნიშა იყო ჩასული იმაში მარნეულში ალბათ ბაირამის დასასწაულს და იქ ვიღაცას ხელს ართმევს და ამბობს ეს მე ვარ. მე ხარი საღოლ კარდაში მეთქი ანუ ეს კარდას ძმა არის და საღოლ ნუ ხელი ჩამოვარდა ამოვიღე ჩემი ტელეფონი და გავშალე და Facebook-ზე შევედი და ვაჩვენებ ფოტოს მე და მიშას ფოტოს ნახე მეთქი ერთად ეს შენ ხარო და ხო მეთქი და ანუ ამის ის იყო რა ქვია დამთავრება და ეს კაცი გადაეშვა ამახში და დაანგრია ეს დამბა და გამომატანა წყალი. წამოიღო. ჩვენსკენ წამოიღო. არ მინდა წაიღე. მიშასთან გადაღებულმა ფოტომ გადაარჩინა ბაღი გახმობას. გახმობა ბოსტეული ხო გადავარჩინე. ესე იგი შენ მარნეულში დაიბადე, გაიზარდე და ანუ იქ და სკოლაც იქ დაამთავრე? კი, სკოლაც იქ დაამთავრე, მე ასე ვთქვათ, ძირითადად იყო რომ უკვე ეროვნული გამოცდებით რო ჩავაბარე უნივერსიტეტში, იმის შემდეგ ხო. მაგრამ თბილისთან შეხება ახლა რა, ნუ არ ქონია თბილისთან შეხება. ხო, იშვიათად და რომ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი და ესეთ კომიკური იყო. ახლა სადაც 6 წლის ვიქნებოდი, მე და მამა წამოვედით წიგნების საყიდლად რა, ანუ სასკოლის სახელმძღვანელო უნდა ვიყიდოთ. და 6 წლის ვარ მეტროში არ ვარ ნამყოფი, ანუ არავს არ ყოფილი ვარ, ახლა მეტრო კი ვიცი რაც არის და თლად ახლა ტელევიზიით კვირაში ერთხელ შუქი მოდიოდა და ახლა თლად მეტროს არავინ გაჩვენებდა ხო. და ნუ შევედით მეტროში ერთი ადგილი და მეორე ადგილზე უნდა გავიდეთ. და იქ რაღაცა ჟეტონები ჩავაგდეთ, მე ცოტა წინ გავედი და მამაჩემმა ცოტა შეყომდა, იმიტომ რაღაც ცელოფანი ქონდა, გამოვიდა. ამ დროს თან იქით ვიყურებ მე ინტერესს ვიჩენდა. თან მამაჩემს რა არის მეტრო ხო და ჩვენ წინ კაცი მიდის რა. და ნუ ეს უცებ მე ხო იქით ვიყურებ და მე მანამ მოვიხედი აქეთ, ანუ გავხედე ეს კაცი აღარ არის. ანუ იმიტომ ესკალატორს ჩავიდა და მე ანუ ბავშვურად წარმოვიდი რომ ეს კაცი გადახტა. ანუ რაღაცა ჩემ წარმოდგენას შეიქმნა მოცემულობა რომ ეს ესე გამან ხელები მოკიდა ამას და გადაფრინდა იქ. და აი გრეათ წესი ხო ესე ვიცი მე აქამდე არ მინახავს ეს ამ ესკალატორი რა ესკალატორი და მიუახლოვდი და თან თავს ვამზადებ რომ უკვე უნდა გადავხტე მეც. და მივედი და თან დაკრა ხელი და ხო ეს მივედი და ეს მამაჩემს მოვიდა ახლოს რა და
ეს მიხვდა რაღაც არაბუნებრივად ვიქცევი რა და მივედი და ხელი უნდა დავკრა და ასე მოვკიდი ამ იმას და ესე წავწია და ხელი ასე კისერში მოვკიდა სად მიფრინავ შენი აუ გაგაჩერე ხო გავაჩერე გადავხტარიყავი მოკლედ დაგორდებოდი ბოლომდე ხო ეგეთი ამბავი იყო ხო მინდა წარმატებები გისურვო და უგულმესი მადლობა გადაგიხადო რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. ბოლოსკენ მინდა საჩუქარი გადმოგცე კომპანია სანდომისგან აი სააღდგომო პასკა მინდა რომ ოჯახში წაიღოთ და ნუ ცოტა შეიძლება ადრეა აღდგომა, მაგრამ მე ზოგადად აღდგომამდე მიყვარს ხოლმე პასკის ძალიან კარგია. მადლობა თქვენ, რა ვიცი რა უნდა ვთქვა, ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას ჭირდება თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სიტყვის სივრცე არის. სწორედ ერთ-ერთი გამოხატულება არის ეს შოუც და დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე. ძალიან დიდი მადლობა. გიორგი მურლაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა გიორგი. მადლობა. გადაცემის წარმოდგენია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.